პირველ ვიდეოში მე ვისაუბრე ჰერმეტულ ჯოხზე, ჯადოსნურ ჯოხზე და გითხარით 7 ჰერმეტული კანონი. ახლა კი მე მინდა განვსაზღვროთ, ჩაუღრმავდეთ ამ 7 კანონს. დაუბრუნდეთ ისევ და ისევ ამ კანონებს და მომწერეთ ვის გაქვთ ეს კანონი ათვისებული, აპრობირებული ცხოვრებაში. რომელიმე შემთხვევით ხომ არ იყენებთ ამ კანონს თქვენს ცხოვრებაში. პირველი იყო მენტალიზმის პრინციპი, ყოველივე არის გონებაო. ყველაფერი აზრიდან იწყება. რეალობა არის შენი ცხოვრების ანარეკლი. თუ შენ ფიქრობ, მე ამას ვერ შევძლებ, სამყარო ისე აწყობს გარემოებებს, რომ ბარიერები გამოჩნდეს. მაგრამ თუ იფიქრებ, მე ამას შევძლებ, ნაბიჯები დაგეხმარება, თავისით გაჩნდება. ყველაფერი ხელშეგიწყობს, ყველაფერი შენთვის იქნება, შენ დამხმარე ხელი იქნება და ზურგის ქარი დაგიბერავს. ამაზე არსებობს ძალიან კარგი ფილმი, ძალიან კარგი წიგნი საიდუმლო და მაქვს, ანუ ვისაც არ აქვს საშუალება, კითხულობ ამ წიგნს და არის ამის ჩანაწერებიც ჩემს YouTube არხზე. გამოიწერეთ არხი. მეორე, ეს არის შესაბამისობის პრინციპი, როგორც ზემოთ ისე ქვემოთ, რასაც ძალიან ხშირად გაიგებთ ზუსტად აი პირველი არკანის შესახებ, ხომ, რომ ეს პირველი მაგის არკანი ამას გადმოცემს, რა ზევით არის, ის ქვევით არის. პატარა და დიდი სამყაროში იგივე კანონები მოქმედებს. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, შენ როგორი ხარ, რანაირი ხარ, ყოველასთვის ერთი და იგივეა კანონი და შენი შინაგანი მდგომარეობა აირეკლება გარეთ. თუ შიგნით ამ 7 ხარ, შენს გარეშე სიმშვიდე შემოდის, ესეთ ადამიანებს იზიდავ, ესეთ სიტუაციებს იზიდავ, გარემოს იზიდავ იგივეს. რაც შიგნით, ის გარეთ, რაც ზემოთ, ის ქვევოთ. სხეულში პატარა უჯრედის კანონები იგივეა, რაც კოსმოსში პლანეტების მოძრაობაში. საინტერესოა, ხო? ჩვენ ვართ ძალიან მცირე მინი კოსმოსი. მესამე, ვიბრაციის პრინციპი, ყველაფერი მოძრაობსო. არაფერია სტატიკური, ყველაფერში არის ენერგიის ტალღა და ყველაფერი მოძრაობს. თუ რამე ჩერდება, როგორც ჭაობი, ჭაობდება. მუსიკა, რომელსაც უსმენ, ცვლის შენს განწყობას, რადგან ვიბრაცია გიხმობს, ხო? როცა ბედნიერი ხარ, სხვებიც იზიდავენ შენგან ამ ბედნიერებას და გადაეცემა ეს და გადამდებია, ხო? როდესაც ძილი მოგერევა, შენს გარშემო მყოფებსაც ამთქნარებს და ეძინება. თუ ცუდად ხარ, გადაედებათ ხოლმე ეს განწყობა სხვებს. აი ამაზეა ლაპარაკი. ასევე მეოთხე, პოლარობის პრინციპი, ყოველივეს აქვს საპირისპირო და სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ სინათლე და სიბნელე ერთი მთლიანობის ორი მხარეა. იანი და ინი, ხო? მედალს ორი მხარე აქვს გაგიგიათ. და არ არსებობს აბსოლუტურად კარგი და აბსოლუტურად ცუდი. სივრცე და სიცხე ერთი ფენომენის ტემპერატურის სხვადასხვა დონეა. სევდა და სიხარული ერთმანეთს აზრს აძლევს. სიხარული ვიგრძნობთ იმიტომ, რომ ვიცით რა არის ტკივილი. ანუ ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და ყველაფერს აქვს ორი მხარე. მეხუთე ეს იყო რიტმის პრინციპი, ყველაფერი ციკლურად ბრუნავსო და სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოდის ტალღებად. აღმავლობა, დაცემა, დღე, ღამე. მაგალითად, როცა ერთი პერიოდი გაქვს, გახსოვდეს, რომ ეს დროებითია, რადგან ტალღა აუცილებლად შეიცვლება. ფინანსური სიუხვე, დაღმასვლაც ბუნებრივი ციკლია, მაგრამ ჰარმონიაში იყო და იმედი არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ იცი რომ თუ დაღმაწავა რაღაცა, აუცილებლად ისევ წამოვა კარგი ტალღა. მეექვსე იყო მიზეზისა და შედეგის პრინციპი, არაფერია შემთხვევითიო და ალბათ ძალიან ხშირად გაგიგიათ ეს ფრაზა, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, არსებობს თუ არა შემთხვევითობა სამყაროში. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს შემთხვევით არაფერი არ ხდება. და სწავლა არის ის, რომ ყოველ მოქმედებას აქვს შედეგი. არაფერი არ ხდება უაზროდ. ფოთოლიც კი არ ვარდება უმიზეზოდ. თუ ყოველ დღეს სწავლობ, ადრე თუ გვიან შედეგს მიიღებ. თუ უარყოფით ფიქრებში ხარ, ეს ფიქრები შემთხვევითობას არ გავს, ისინი გიბრუნდება რაღაცა სახით, რა თქმა უნდა ნეგატივის სახით. ყველაფერს აბსოლუტურად აქვს მიზეზი
და ფრაზა ღმერთო რა დავაშავე, რატო ხდება ეს ჩემს თავს, უბრალოდ შენ ვერ ხვდები, თორემ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. და ბოლო, სქესის პრინციპი ყველაფერში არის მამრობითი და მდედრობითი. ენერგიის ბალანსი ქმნის სამყაროს. ყოველ ადამიანი შეიცავს მამაკაცურ ენერგიას, რაც არის მაგალითად ლოგიკა, მოქმედება, მიზანი და ქალორს, ინტუიცია, ემოცია, მიღება. როცა ორივე ენერგია ჰარმონიაშია, ცხოვრება უფრო სრულყოფილია, სრულფასოვანია, იღებს შთაგონებას, ქალორს და შემდეგ მოქმედებას, მამრობით ენერგიას აქტიურებ. ასევე მინდა გითხრათ, რომ დააკორდეთ თქვენს ცხოვრებაში, რომელიც სქესის წარმოადგენელიც არ უნდა იყოთ, სად არის მამრობითი ენერგია და სად არის ქალური ენერგია, აი ესე შეგიძლიათ განსაზღვროთ. რაც არის, ასე ვთქვათ, ნახეთ, შინაგანი სფეროები, მაგალითად სახლი, დალაგება, კულინარია, დასუფთავება, ბავშვები, შვილები, შინ რაც არის, გაზრდა, აღზრდა, ხო, ურთიერთობები, ოჯახური, ეს არის ქალური ენერგია, ხოლო რაც არის ბიზნესი, საქმიანობა, კარიერა, ეს არის მამაკაცური ენერგია. და დააკორდით, რომელი ენერგია ჭარბობს, ხართ თუ არა ბალანსში, ან რომელი გაქვთ დაჩაგრული. თუ საინტერესო იყო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ვიდეო და გააზიარეთ.